დღესვე ნინო კალანდაძემ განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის მილოცვასთან დაკავშირებითაც. მან აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მკვეთრი შეფასება რუსეთის პრეზიდენტის მიერ ქართველი ხალხის მიმართ მილოცვისადმი სწორედ მედვედევის მილოცვის ფორმამ გამოიწვია. ისი თქმით, როდესაც ოფიციალური მილოცვა ხორციელდება, ის უნდა განხორციელდეს ლეგიტიმური ოფიციალური წარმომადგენლის მიერ. ეს არის ერთადერთი აღიარებული ფორმა ხალხთა შორის ურთიერთობის. რაც შეეხება იმას, გამოიწვევს თუ არა გრიგოლ ვაშაძის განცხადება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო დაძაბვას, კალანდაძის განცხადებით რუსეთი არაადეკვატურ პოლიტიკას აწარმოებს საქართველოსთან მიმართებაში და დამატებითი შეფასება ამასთან დაკავშირებით ვერ გაკეთდება. პრეზიდენტმა მედვედევმა 9 მაისს მისალოს მიმართვაში აღნიშნა, რომ რუსეთი ყოველთვის იყო და რჩება ქართველ ხალხთან საუკუნეების განმავლობაში არსებული კეთილმეზობლური მეგობრობის ტრადიციების მხარდამჭერი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ რუსეთის პრეზიდენტის ქართველი ხალხისადმი მილოცვას კლოუნადა უწოდა. მილოცვა ასეთი ფორმით ხორციელდება და ამ ხელა სახელმწიფო რეალურად ასეთ არასერიოზულ ნაბიჯს გავს და ძალიან არასერიოზულ სახეს აძლევს, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი დღის თაობაზე კომენტარს და შეფასებასაც კი, რასაკვირველია, ალბათ მე ვარაუდობ, რომ სწორედ ამით იყო გამოწვეული საქართველოს მინისტრის გაღიზიანება და მისი შესაბამისი შეფასება.